სოლომონ პირველი, ერეკლე მეორე, ვახტანგ გორგასალი, გიორგი მესამე თუნდაც, ხო დიადი მეფეები არიან. აი მათ გვერდზე დავაყენებდი დავით მესამე კურაპალატს. ძალიან მაგარი მეფე იყო, გამოირჩეოდა თავისი ქარიზმატულობით, თავისი ავტორიტეტით მთლიან რეგიონში, ხო? სომეხ მეფე-მთავრებთან მაგარი ურთიერთობა ჰქონდა. ბიზანტიის იმპერატორ ბასილ კეისართანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როდესაც აჯანყება მოუწყეს ბასილ კეისარს, ხო, ბარდას კლიაროსი რო აუჯანყდა, დახმარება თხოვა დავით კურაპალატს. სანაცვლოდ მიწებს გადმოღწევს აჩუქრათო და იმიერტაუს მიწები აჩუქა. დავით კურაპალატი დაეხმარა, რა თქმა უნდა, თორნიკეერის თავი გაგზავნა და ჩაახშეს ეს აჯანყება. დავით კურაპალატი რომ არ ყოფილიყო, საქართველო გაერთიანდებოდა თუ არა, ესეც საკითხავი არის რა. რომის წვლილი მიუძღვნის? ივანე მაროშიძემ ეს დიადი გეგმა სწორედ დავით კურაპალატს გაანდო და მისი იმედი ჰქონდა, რადგან იცოდა როგორი ძლიერი მეფე იყო რა. და გული რაზე მწყდება, იცი საზოგადოებაში ნაკლებად პოპულარული არის და ხალხი საერთოდ არ ლაპარაკობს მის შესახებ რა.